მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ვახო ჯაფარიძე, ფსიქოლოგი და ეს არის ჩემი 21 დღიანი პროგრამის მე-16 დღე. და დღევანდელ დღეს ვისაუბრებთ ისევ და ისევ სექსუალური ენერგიის მართვაზე. ცოტა სხვა კონტექსტში ვისაუბრებთ მის სუბლიმაციაზე. წინა სავარჯიშოები, წინა ვიდეოები შეგიძლიათ ნახოთ ჩემს გვერდზე და გააკეთოთ ისინი ზუსტად იმ თანმიმდევრობით, რა თანმიმდევრობითაც გამოვაქვეყნე ისინი, იმისათვის, რომ სწორად დახუროთ 2025 წლის, ასე ვთქვათ, ამოცანები, თემები და შეიქმნათ ყველაზე ოპტიმალური განწყობა 2026-ში თქვენი კეთილდღეობის ზრდისათვის. შესაბამისად, დღეს ისევ კონცენტრირდებით ტრადიციულად, როგორც ერთი კვირის წინ, სექსუალურ ენერგიაზე და მის სუბლიმაციაზე. თუ გახსოვთ, ბავშვობაში უმიზეზოდ გრძნობდით თავს ძალიან კარგად. არ გჭირდებოდათ ამისთვის რაიმე განსაკუთრებული მიღწევები, არ გჭირდებოდათ ამისთვის ვინმე შეფასება, რაღაცა განსაკუთრებული პირობების დადგომა. იმიტომ რომ სიხარულის, სიამოვნების და ბედნიერების მდგომარეობა არის ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობა, ბუნებრივად გვაქვს მოცემული. შემდეგ სოციალიზაციას, როდესაც ვიწყებთ, შევდივართ საზოგადოებაში, იქ უკვე აგვიხსნიან ძალიან გასაგებად და ხანდახან ბრუტალურად, რომ იმისათვის, რომ ცხოვრებაში იყო გახარებული ბედნიერი, იგრძნო სიამოვნება, შენს უნდა დაიმსახურო. ან რაღაცას უნდა შეესაბამებოდე, ან რაღაცა პირობები უნდა შეასრულო და ასე შემდეგ. ყველაფერი ეს იწვევს სიამოვნების, სიხარულის და ბედნიერების უნარის ატროფიას და დათხოვნას. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია რომ აღვადგინოთ ეს უნარი ისეთნაირად, რომ ასე ვთქვათ, ხელახლა გავაღვიძოთ საკუთარ თავში უპირობო ბედნიერების, კეთილდღეობის, სიამოვნების განცდა. რომ გქონდეს ეს, ასე ვთქვათ, სულმოცემულობაში. აქ არის ერთი ნიუანსი. ბიოლოგიურად ჩვენი გონება მოწყობილია ისე, გადარჩენის მექანიზმები მოწყობილია ისე, რომ როდესაც ვდუნდებით, ასე ვთქვათ, როდესაც გრძნობთ სიამოვნებას, კომფორტს, ბედნიერებას, როდესაც ძალიან კარგად ვართ, რელაქსირდებით, ვდუნდებით და ჩვენს გონებას, რომელიც, ასე ვთქვათ, ჯუნგლებში და უღრან ტყეებში გადასარჩენად არის ასევე მოწყობილი ბიოლოგიურად, მას გონია, რომ ჩვენ თავს ვიგდებთ საფრთხეში, რომ მაგალითად რამე მტაცებელი ცხოველი შეიძლება ისე მოგვეპაროს, რომ ვერ ვიგრძნოთ და ამიტომ მოდუნება რაღაცა დოზით მიაჩნია საშიშროებად. ხო და როგორ აუხსნათ საკუთარ გონებას, როგორ დავძლიოთ ეს მექანიზმი, დამუხრუჭების მექანიზმი, ხო, ისეთნაირად, რომ ერთის მხრივ გქონდეს ცხოვრებაში უპირობოდ კარგად საკუთარი თავის გრძნობის უნარი, სიამოვნების უნარი და მეორეს მხრივ შევინარჩუნოთ, ასე ვთქვათ, აუცილებელი ყურადღება იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი უსაფრთხოება. ჩვენ შეგვიძლია ეს გავავარჯიშოთ, ასე ვთქვათ, გარკვეული მენტალური ვარჯიშის მეშვეობით. ვარჯიშის არსი მდგომარეობს შემდეგში. ხუჭავთ თვალს და ვიხსენებთ მომენტს, როდესაც ძალიან კარგად გრძნობდით თავს. ფანტასტიკურად კარგად გრძნობდით თავს. არ აქვს მნიშვნელობა რას ეხებოდა ეს, ხო? შეიძლება იყოს რაღაცა სექსუალური სიამოვნების მომენტი, შეიძლება იყოს რაღაცა გამარჯვება, შეიძლება იყოს კიდე რაღაცა, შეიძლება იყოს სიტუაცია, როდესაც უბრალოდ მოდუნებულად საღამოს პლაჟზე იწექით, ხო? ვიხსენებთ ამ სიტუაციას კარგად, ხედავთ იგივეს წარმოსახვაში, რასაც მაშინ ხედავდით, იგივე გვესმის, იგივეს გრძნობთ და ეს სხეულში რო წამოვა, ეს ემოცია, ეს შეგრძნებები, თუნდაც სუსტად წარმოვიდგინოთ, რომ ამ შეგრძნებებს, ამ ემოციებს აქვს რაღაცა ძალიან ლამაზი ფერი. და ეს ფერი განვავრცოთ მთელ სხეულში და მერე მოუმატოთ, ასე ვთქვათ, მის სიკაშკაშეს, კიდევ მოუმატოთ და რომ კარგად და ინტენსიურად რო ვიგრძნოთ ამას სხეულში, ხო? გინდა მარჯვენა, გინდა მარცხენა ხელზე, ეს ორი თითი, წერა თითი და შუა თითი ერთმანეთს ესე დავაჭიროთ და გვეჭიროს ცოტა ხანი.
შემდეგ გაიხსენეთ მომენტი თქვენ ცხოვრებაში, როდესაც იყავით ყურადღებით რაღაცა სიტუაციაში, ხო? როდესაც ასე ვთქვათ, არ იყავით დაძაბული, მაგრამ არ იყავით მოძნებული, აი იყავით აქ და ამჟამად, ასე ვთქვათ, სიტუაციას მთლიანად აკონტროლებდით. მაგალითად, აი, როდესაც თუ მანქანას ატარებთ, როდესაც საჭესთან ზიხართ და ასე ვთქვათ, ყველაფერს აკეთებს სწორად, ყველაფერს დროზე ამჩნევ, ყურადღებით ხართ გზასთან და ასე შემდეგ. გაიხსენეთ ეს სიტუაცია. გაიხსენეთ, რას ხედავთ ამ მომენტში, რა გესმით, როგორი შინაგანი გზნობაა და იგივე ხელზე, იგივე თითებს, ზუსტად იგივენაირად დააჭირეთ და ცოტა ხანი გეჭიროთ, ასე. და შემდეგ გააგრძელეთ ეს თითების დაჭერა ესე და წარმოიდგინეთ, რომ ხვალ დილით იღვიძებთ, თვალს ახელთ, აი ესეთი შესანიშნავი განწყობით, შესანიშნავი სიამოვნებით და მთელ ხვალინდელ დღეს ცხოვრობთ, ასე ვთქვათ, უპირობო, კარგად ყოფნის მდგომარეობაში, სიამოვნების მდგომარეობაში, სიხარულის მდგომარეობაში, ბედნიერების მდგომარეობაში და ამასთან ერთად ყველაფერი გამოგდეთ ძალიან კარგად, ხო? ყველა ხვალინდელ ამოცანას, რაც დაგეგმილი გაქვთ, ან იცით, რომ გაქვთ გასაკეთებელი, ასრულებთ ჯეროვნად, კარგად, გადასარევად და წარმოიდგინეთ, რომ საღამოს, როდესაც ბაჟისზე დებთ თავს, დაძინების წინ ძალიან კმაყოფილი ხართ იმით, თუ როგორ განვლო დღემ. აი, ეს სავარჯიშო, რომ გავაკეთოთ 2-3 კვირის მანძილზე, ჩვენ დაგვიბრუნდება უნარი, რომ ვიყოთ უპირობოდ, ასე ვთქვათ, სიამოვნების შინაგან მდგომარეობაში და ამავდროულად ჩვენს ცხოვრებაში განვახორციელოთ ეფექტური კონტროლი და ყველა, ასე ვთქვათ, ამოცანა შევასრულოთ ჯეროვნად. დღეისთვის სულ ეს იყო. დღეს ცოტა გვიან გავამივიდა, მაგრამ დაკავებული ვიყავი. უფრო ადრე უბრალოდ ფიზიკურად არ შემეძლო, მაგრამ ეს სავარჯიშო აუცილებლად მინდოდა რომ გამეზიარებინა თქვენთვის. გისურვებთ კარგ დასვენებას და ხვალამდე.